მოგესალმებით ყველას, ეს რუბიტარო არქია, მე რუბი ვარ და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება შემორჩა თუ არა ინტერესი ჩემზე. ჩაიფიქრეთ ადამიანი, პიროვნება, ვისაც გსურთ რომ დღეს ტარომ პასუხები მოგცეს. შეგიძლიათ მისი სახელით წარმოსთქვათ, დღეს ერთპოზიციანი გაშლა გვაქვს. ასერჩევი პოზიციები არ იქნება. ვისაც გიყვართ ერთპოზიციანი გაშლების ყურება, დარჩით ჩემთან ერთად და ვიდეოს ბოლომდე უყურეთ, თუ რა თქმა უნდა თქვენზე რეზონირდა დღევანდელი საჯარო გაშლა. პირადი კონსულტაცია თუ გსურთ, ან ტაროს შესწავლით ხართ დაინტერესებული, მესენჯერში მომწერეთ, Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის ხოლმე, როგორც ვიდეოს აღწერაში, ასევე კომენტარების ველშიც. დავიწყოთ და ვნახოთ. რას გვეტყვის ტარო? შემორჩა თუ არა ინტერესი თქვენზე იმ ადამიანს, ვისაც ახლა თქვენ ფიქრობთ. იცით, აქ მოდის ისეთი სიტუაცია, როდესაც მის ქვეცნობიერს აქვს უდიდესი ზეგავლენა მის დღევანდელ ცნობიერზე და ავწეროთ ახლა როგორი ინტერესი არის ეს და როგორ ახსოვხართ ამ პიროვნებას. ამ პიროვნებას თქვენს მიმართ ინტერესი შემორჩა და ძალიან დიდ ადგილს იკავებთ მის ქვეცნობიერში. მან დაილაქეთ, ანუ იქ დაიდეთ მუდმივი ბინა ქვეცნობიერიდან ადამიანის მონატრება, ადამიანის, ასე ვთქვათ, ადამიანზე ფიქრების განდევნა არის ძალიან რთული. იმიტომ რომ შეიძლება ძალიან დიდი ხანი გაატარეთ ამ პიროვნებასთან ერთად, ან იცით რა მდგომარეობა იყო ამ ურთიერთობაში, რომ ან სტაბილური ხანგრძლივი ურთიერთობა იყო, ან თქვენთან იგრძნო ამ პიროვნებამ თუ რა არის ქალთან ურთიერთობა რეალურად, რას ნიშნავს ნამდვილ, ასე ვთქვათ, მის მეორე ნახევართან, აი ქალური ენერგიები არის აქ ორი არკანი გვსეს ისეთი, როდესაც აქ ხაზგასმით არის, რომ თქვენთან ამ პიროვნებამ შეიგრძნო ქალთან ურთიერთობის სხვა ეტაპი, ანუ მნიშვნელოვნად სხვანაირად დაანახეთ ურთიერთობა, შეიძლება სხვა ემოციები იგრძნო თქვენთან და აი ეს ყველაფერი მას ძალიან შთაებეჭდა, შეიძლება ხშირად მას სიზმრებიც კი ჰქონდეს თქვენთან დაკავშირებული, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ემოციები არის მის შინაგან სამყაროში დაგროვილი. კიდევ აქ შემიძლია ერთი რამ გითხრათ, რომ ამ პიროვნებას შეიძლება ესე ყოველ წუთას და წამს ესე არ ახსენდებოდეთ ახლა. მაგრამ საკმარისი არის, რომ ჩაირთოს ის მელოდია, სიმღერა, რასაც ერთად უსმენდით, ან თქვენ გიყვარდათ, მაშინვე თქვენ ახსენდებით. შეიძლება ეს პიროვნება ხანდახან ფიქრობს ხოლმე, რომ ყველაფერი დამთავრდა, მან უკვე შეძლო ცხოვრების გაგრძელება, აღარ გაახსენდებით, დაგივიწყათ. აი ხანდახან აქვს ხოლმე ეს მომენტი, რომ თითქოს აი დახურა ეს საკითხი, ეს თემა დაიხურა, ესეთი შეგრძნება აქვს, მაგრამ საკმარისი არის, რომ რაღაც ნაცნობი სიტუაცია შეიქმნას, თუნდაც მელოდია, თუნდაც ის ფილმი, რასაც ერთად უყურებთ, ან არ აქვს მნიშვნელობა, რაც თქვენ გიყვარდათ, ან თქვათ თქვენს მსგავსად ვინმე იცმევს და ქუჩაში გაიარა, ყველაფერი. აი ესეთი წვრილმანები, ესეთი რაღაც ნოსტალგიური ფონი, მაშინვე თქვენს თავს ახსენებს და იგივე შეგრძნებებს და იგივე ემოციებს იწვევს მასში. ეს არის ქვეცნობიერული მეხსიერება და ასევე აქ არის მისი ინტერესი. თქვენი მისამართით, ოღონდ ეს არის ფარული. ფარული ინტერესი იმას ნიშნავს ამ შემთხვევაში, რომ ამას თქვენ კი არ გიმალავთ, საკუთარ თავსაც კი არ უტყდება, რომ ისევ თქვენ აინტერესებთ. საკუთარ თავთან
ეს თემა თითქოს ჩაკეტა, რაღაც ბარიერი დააწესა, რომ შეიძლება ფიქრობს, რომ აზრი აღარ აქვს არაფერს, ან მენატრება, მაგრამ ეს ურთიერთობა აღარ აღდგება, ამ ურთიერთობას ფიქრები, სურვილები სხვა არის, მაგრამ თითქოს მოქმედება არ არის ამ ურთიერთობაში არანაირი მისი მხრიდან. შეიძლება აქ არის ისეთი მდგომარეობა, რომ თქვენს გენატრებათ, ორივეს გენატრებათ ერთმანეთი, მაგრამ ეს ურთიერთობა აღარ გინდათ. იმიტომ რომ შეიძლება ბევრი ტკივილი მოგადგათ, ბევრი ტკივილი მიაყენეთ ერთმანეთს, ტკივნეული ურთიერთობა იყო და ძალიან ბევრი პრობლემები შეიძლება იყოს ამ ურთიერთობაში. როდესაც გქონდათ უბრალოდ ურთიერთობა. მაგრამ აქ მოდის ესეთი ინფორმაცია, რომ აქ არის შემორჩა თუ არა ინტერესი მას. თვითონაც რომ არ წარმოედგინა და ვერ წარმოუდგენია, ისე ახსენებს საკუთარი თავი ხოლმე თქვენს თავს. ამ პიროვნებას დიდი ხნის მანძილზე ემახსოვრებით, იმიტომ რომ მისი ქვეცნობიერი დაკავებულია თქვენით. ხანდახან უფიქრია თუ ახლოს ცხოვრობთ, ერთ ქალაქში ცხოვრობთ, უფიქრია იქნებ შემთხვევით შევხვდეთ ერთმანეთს. იქნებ ახლა გავიდე მეგობრებთან ერთად, ესეთი ფანტაზიები წარმოდგენების აქვს ხოლმე, რომ ხო შეიძლება რომ სადმე ერთმანეთს შევხვდეთ. მეგობრებთან რომ გადის, მიდის სადმე სამეგობრო სიტუაციაში ან ზოგადად ქუჩაში რომ გადის, აი ამაზე ხშირად ეფიქრება, რომ შეიძლება ხშირად ესეთი განცდაც აქვს, რომ ხომ არ შემხვდება სადმე ისე მოულოდნელად, სპონტანურად შეიძლება გადავიკვეთოთ. ესეთი მოლოდინებიც აქვს ხოლმე. შეხვედრის სურვილი აქვს, ფარული შეხვედრის სურვილი. ან შეიძლება ხშირად ესიზმრებით, აი ამ მდგომარეობაში, რომ თქვენ ერთმანეთს ისევ შეხვდებით. პირისპირ შეხვედრაზე აქვს ფიქრი. შემორჩა თუ არა ინტერესი მას თქვენზე. აქ მოდის ისეთი სიტუაცია, როდესაც ურთიერთობა ჩერდება სხვა მიზეზების გამო და არა იმ მიზეზის გამო, როცა უკვე გრძნობები ამოიწურა და ერთმანეთის მიმართ აღარაფერს აღარ გრძნობთ. ამ ურთიერთობაში ურთიერთობის გაჩერების მიზეზი გრძნობების დეფიციტი არ ყოფილა, ანუ ისევ გრძნობებში იყო ეს ადამიანი თქვენს მიმართ და თქვენც მის მიმართ გრძნობდით ემოციას, ზოგიერთ თქვენთაგანი სიყვარულსაც კი, როდესაც ეს ურთიერთობა გაჩერდა. აქედან გამომდინარე, ფაქტიურად გრძნობები ამოწურული არ არის თქვენს ურთიერთობაში, მაგრამ ორივე თქვენთაგანმა ძალიან კარგად იცით, რომ ამ ურთიერთობის უკან დაბრუნების პერსპექტივები და შანსები თითქმის ნულს უდრის. ანუ რაღაც ხელი არის ჩაქნეული ამ ურთიერთობაზე, თუმცა აი აქ ინტერესი უფრო არის ფანტაზიები, ოცნებები, წარმოდგენები, რაღაც ეს ემოციები დაგროვილი რაც არის, იმიტომ რომ ჯერ არ განელებულა ეს ემოციები, მაგრამ ბრძოლა, მოქმედება და ამ ურთიერთობის უკან დაბრუნება არ ჩანს. ინტერესის საკითხები კიდევ უფრო მეტად მომდინარეობს ნოსტალგიები, ერთად გატარებული დროის გახსენება და ეს რაღაც ტკივნეული მოგონებები და გულის წყვეტაც იგრძნობა ამ გაშლაში. როდესაც ადამიანებს სხვა გეგმები აქვთ და სამყარო სხვა რაღაცას გადაწყვეტს და ორი შეყვარებული ადამიანის გზები იყოფა. აი ესეთი ისტორია გაქვთ თქვენ. თუმცა იცოდეთ, რომ ეს პიროვნება კი ფიქრობს, ინტერესდება თქვენით, მაგრამ მოქმედება საკმაოდ გაჩერებულ არკანში არის, ანუ მოქმედებით ამისთვის, რომ რაღაც მოიმოქმედოს, არაფერს
არ აკეთებს. ყველას თქვენი, ასე ვთქვათ, მიზეზი გექნებათ, თუ რატომ შეიძლება ხდებოდეს ეს უმოქმედობა. დაგემშვიდობებით, მე წარმატებებს გისურვებთ მომავალ შეხვედრამდე.